ამფითეატრში ქართველი შემსრულებლების კონცერტი მიმდინარეობს. საკურორტო ქალაქში დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. გაიხსნა ახალი სასტუმრო, ევროპაში ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი, რომელიც ანაკლიას განმუხორთან აკავშირებს და საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობას. ანაკლიის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა კილომეტრ-ნახევრიანი ბულვარია, რომელიც ესპანელმა არქიტექტორმა დააპროექტა დამსვენებლების განკარგულებაშია. იახტ კლუბიც უკვე დაწყებული აკვაპარკის მშენებლობა, რომელიც ტურისტებს მომავალი სეზონიდან მიიღებს. და კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალი, ანაკლია დღეიდან დამსვენებლებს უკვე საკურორტო ქალაქის სტატუსით მასპინძლობს. ნატა მარხულაძე დილიდან ანაკლიაში იმყოფება, ნატა კიდევ რა სიახლეები იყო დღეს და რა ხდება ამ წუთებში საკურორტო ქალაქში. ამ წუთებში განმუხურის ახლად გახსნილ ამფითეატრში, რომელიც დაპროექტებულია ესპანელი არქიტექტორის ალბერტო დომინგო კაბოს მიერ, მიმდინარეობს სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ უკვე სცენაზეავლენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები და ისინი შეასრულებენ სიმღერებს ძირითადად აფხაზეთზე. როგორც ჩვენთან საუბარში მომღერლებმა აღნიშნეს, მათ იმედი აქვთ, რომ მომავალში სიმღერებს აფხაზეთზე, სწორედ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეასრულებენ. დღეს უამრავი ახალი ობიექტი გაიხსნა ანაკლიასა და განმუხურში. სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა გახსნა ახალი სტადიონის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. ეს არის ერთ-ერთი მაღალი ევროსტანდარტის დონის სტადიონი, სადაც შეკრებას გამართავენ სხვადასხვა დონის მსოფლიო კლუბების წარმომადგენლები. თითქმის ნახევარი არის გალის სამეგრელო. და ამის აღორძინება ეს ახლა ჩვენ ვიწყებთ ბუზუგდიდში ახალი სტადიონი შენდება, ბათუმში მომავალ წელს იწყებს ლევან შალომიძე და ესე იგი 30,000 კაციან სტადიონს აშენებს 2013-მდე და აქ აშენდება სამი სტადიონი, ხო? სამი სტადიონის სავარჯიშოდ საცვლად, რომ ბაზა იყოს სერიოზული, მწვანე, მწვანე გარემოში, საუკეთესო საფეხბურთო კლიმატში. შემთხვევით ხო არა, რომ აქედან არის ფეხბურთელები. არ დავიღლებით ახალი რაღაცების შენებლობა. რეჯინაზე. გარდა ამისა, პრეზიდენტმა კიდევ ერთი ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი ანაკლიაში. ეს იქნება ახალი ტიპის გესტჰაუსის ტიპის 14 სართულიანი სასტუმრო 50 სასტუმრო ნომრით. როგორც ჩვენთან საუბარში მთავრობის წევრებმა აღნიშნეს, ეს უნიკალური სასტუმრო უკვე დასრულდება მომავალი წლისთვის მისი მშენებლობა. ეს იქნება გესტჰაუსი თავისი მომზადების ცენტრი. բայց ეს ცოტა ჩაღერთა. იქნება გესტჰაუსი თავისი მომზადების ცენტრი. აქ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცაა და რაც ორი სრული არქიტექტურული შედევრი არის, რაც უყურებ. და ნახეთ, რო არის გეომასალები, რაც ხიდი. შუშა და ხე, როგორც ჩვეულებრივი შუშა ხე არ გეკონათ, ეს ძალიან გამძლეა. ხიდი როგორც არის გაკეთებული, როცა დასრულებული ფორმა იქნება, ელემენტები იქნება ერთნაირი და ეს ერთი კომპლექსი იქნება საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მრავალფუნქციური იქნება ეს შენობა, აქ იქნება გადამზადების ცენტრებიც, იქნება თავისთავად სტუმრების მიღებას. მე მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და უნიკალურ შენობას მივიღებთ, რომლის დიზაინი შეგიძლიათ ახლა ნახოთ, შინ საკმაოდ დახვეწილი დიზაინია. სამეგრელოს მოსახლეობას გაუჩნდება ახალი საშუალება დასაქმდეს ანაკლიაში და მეორე ის, რომ შექმნის საშუალებას ყველა ტურისტ ჩამოვიდეს ანაკლიაში, იმიტომ რომ ანაკლია ნამდვილად არის ყველაზე მშრალი ადგილი შავიზღვისპირეთში და აქ დაისვენოს ტურისტების ზრდასთან ერთად, ასევე ინვესტორების დაინტერესებასთან ერთად გადაწყდა, რომ ანაკლია დღეიდან არის უკვე ახალი ტურისტული ქალაქი, მას ეს სტატუსი მიენიჭა. შესაბამისად, უამრავი ღონისძიება ტარდებოდა დღეს ანაკლიაში. გაიხსნა ახალი ბულვარი, რომელიც არის ესპანელების მიერ დაპროექტებული. იქ არის სხვადასხვა კომპლექსი, არის სათამაშო მოედნები, სტადიონები, კინოთეატრი და ასევე ახალი სასტუმრო ოქროს საწმისი, რომელიც დღეს პრეზიდენტმა გახსნა. ახალი სასტუმროს პირველი სტუმარი ქვეყნის პირველი პირი იყო. მიხეილ სააკაშვილმა ოქროს საწმისი პარლამენტის თავმჯდომარესთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად დაათვალიერა. 106 ნომრიანი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო დამსვენებლებს დახურულ და ღია აუზებს, სპორტულ გამაჯანსაღებელ დარბაზს, რესტორნებსა და იახტ კლუბს თავაზობს. სასტუმროს ინტერიერში განსაკუთრებული 8 მეტრის სიგრძის სვაროვსკის კრისტალებითა და გიშრით გაწყობილი ხელნაკეთი ჭაღია. ოქროს საწმისის მშენებლობისათვის 2 მილიონიანი სესხი საქართველოს ბანკმა გასცა. ეხლა ის ძალიან მაგარია, მაგრამ
აქ რაც შენდება ტრეინინგ ცენტრი თავის guest house-ით და მეორე მხარეს რაც შენდება აი ის იმასთან შედარებით გაფრთხილდება. და აღარ ვლაპარაკობ რომ ხა იგივე ეს შედატო რადისონი პატუში მაგარია, მაგრამ ეს რაღაცით უფრო მაღალი კლასი. ეს ყველაზე მაღალი კლასი იქნება. ყოველ შემთხვევაში შავი ზღვის ასეთ ქვეყანაში შეიძლება ესეთ დონის არ იყოს, როგორც ის კეთდება, როგორც. არ მინახია სოფლიოში რამდენი საპრეზიდენტო ნომერში ყოფილა სხვადასხვა ხო? სამსართულიანი ზამთრის პარკი. აუზი ერთი კი არა, გააკეთა 4. ორი რო ყოფილიყო მაგალითად შიდა და გარეთ არა. ესე იგი, ამაზეც ვეუბნებოდი რომ სამსართულიანი ნომერი ადგინდათ, მე პირველად რომ მოვიდა ვნახე რასა პროექტებს, რომ ხა აქაურია და თავის სასტუმრო როგორც უნდა გააკეთეს, მაგრამ შეიძლება მეოთხე ესეთი ამხელა ნომერებს არავინ არ აკეთებს და იყოსო მათ. ნომერიც იყოსო, 4 აუზიც იყოსო, სვაროვსკის გაღეც იყოსო და გააკეთებენ აი ყველაზე მაგარ კურორტს მთელ შავი ზღვის პირაზე აღარ ვლაპარაკობ სოფლიო ეს იქნება საქართველოს რა ვიცი შარმელ-შეიხი და ყველა საუკეთესო კურორტები ჩამოთვალოთ იქნება ეს საქართველოს კიდე შავი ზღვის პირაზე ანტალია და ისინი მოგჩება გვერდზე Gel aportadım. Tamam. Oy, satın al bakalım. Tamam. როგორ ახარ? სასტუმროს შემდეგ პრეზიდენტმა ანაკლიის ახლად გახსნილი ბულვარის დაათვალიერა. ანაკლია განმუხურის 5 კილომეტრიანი ბულვარი უკვე დამსვენებლებით არის სავსე. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს გაესაუბრა. Добрый день. Very extraordinary. Чудно. Добре. ნამდვილად შეუძლებელი იყო იმის თქმა, რომ აი ანაკლია იქნებოდა ესეთი ლამაზი და ბულვარის მართლა ძალიან ლამაზია. უკვე დღეიდან ნებისმიერ მსურველს ანაკლიის ახალ ბულვარზე ველოტურების მოწყობაც შეუძლიათ. დილიდან ველოსიპედებით გასეირნება მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც შეძლეს. მთელი დღის განმავლობაში ანაკლიაში ახალი საკურორტო ქალაქის დაბადებას აღნიშნავდნენ. ქალაქის სტატუსი ძალიან ბევრ რამეს ანიჭებს ანაკლიას, ის უფრო დიდი, უფრო მობილური ხდება ამით და უფრო მიმზიდველი. აქ ხედავთ რომ გაკეთა უამრავი ახალი ობიექტი. საქართველოს დამატებითი ტურისტული პროდუქტი, თუმცა შეგვიძლია ახალი ტურისტების ნაკადის მოზიდვა და ასე რა თქმა უნდა ეს ასევე მნიშვნელოვანი არის შიდა ტურისტებისთვის. დამსვენებლებს ელოდებიან ანაკლიის ახლად გახსნილ იახტ-კლუბშიც, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა. პრეზიდენტმა საკურორტო ქალაქ ანაკლიის სანაპირო იახტიდან დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა ის დღე გაიხსენა, როდესაც ანაკლიის საკურორტო ზონად გადაქცევის იდეა გაჩნდა და უკვე შემდგარი ქალაქის განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. ამასირად ბათუმის ოპერაციის კულტურის და ხელოვნების და მუსიკის ცენტრს ვამთავრებდით. წინა დღეებში მივედი და 2 დღით ადრე იყო რეპეტიციები და დავხვდა ბევრი მომღერალი მიღბებში. თურმე რა ხდება ესე იგი. ერთდროულად მიდის ჭედვა, ბურღვა, ბარქაშიცვა, მუშებით ყველგან კიდიან ზემოთ და ესენი ცხერია. და სოფლიოში არც ერთი მომღერალი არ დათანხმდებოდა ამ პიროვნების სიმღერას. მაგრამ იმ თეატრის აშენება დათვალა წარმოდგენამდე 20 წუთით ადრე. აი უყურებ, დღეს არის გახსნა და ეხლა ჭიმავენ ბოლო ტროსებს. და კიდე სხვა შორის მე დამატებით დეტალები დაჭირდებათ შემდეგი ერთი თვე ამ ხიდისთვის. და დღეს ჩართეს პირველად სისტემები ამ სასტუმროში. ამიტომ საქართველოში იმდენად მოჩქარება ყველაფერი, რომ პრაქტიკულად არაფერი ერთი წამით რო არ არის რაღაც დასაკარგი რა, იმიტომ რომ ეს მაგრამ საერთოდ მინდა გითხრათ რომ ეს პირველად როგორ აღმოჩნდა, საერთოდ როგორ აღმოჩნდა ეს ანაკლიის კურორტის საერთოდ რანაირად მოიფიქრეთ, იყო ის რომ სანაპირო დაცვის კატარღით დავცურავეთ ერთ წლებში და სადღაც ოჩამჩირის გასული ვიყავით, თუ სადღაც იმ მიმართულებით და უკანასკნელზე რომ მოდიოდით, გაგუბრჩდა კატერი სადღაც აქ. და გაჩერდა რას უნდა გავხსნათ და მე მოვიფიქრეთ მეთევზეები იყო და მოვიდნენ და ორი კაცი დაგვყოლეს თავისნავით მიარსუსავთ ანაკლიაში. და გადაგუყოლეს მახსოვს ოჯახი იყო ხობალიების. და სხვა წვებიც და ნუ მე ვიყავი დაცვის ბიჭები და დაცვის ბიჭებს იარაღი რო ქონდა, ხო კლიენტი იყო რუსული სამხედრო ბაზარი. მაშინ იყო ცენტრი ეგრეთ წოდებული სამშვიდობოების და ეს სამშვიდობო გამოაცხადეს განგაში. ეგრევე ბეტერები გამოიყვანეს, ზარბაზნები გამოაგონეს, იქ რა ქვია, წყვილებები დადგეს, თოფები
ავტომატები მოიმარჯვეს. ერთ სიტყვით ათქლა დიდი პრაქტიკულად სამხედრო ინციდენტი მოხდა. მაგრამ მაშინ აი როცა მივედით ერთ ოჯახში შევედით და რომ დაველაპარაკეთ ხალხთან რამდენად და მივხვდი რამ პოტენციალი და პირველი რაც ხდება აქ არის საოცარი კლიმატი. აი თელ საქართველოში როწვის ხო აქ როგორ წესი აწვევს არის გამონაკლისების მაგრამ როგორ წესი არის ძალიან საშუალო და არის აი სიმსუბუქის და განსაკუთრებული კომფორტის განცდა ასე რომ ეს გამოდის მიუხედავად სტორმისა და ლადო შენაპირებს უარი ჟურნალისტებთან გასაუბრების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ლადო ვარძელაშვილთან ერთად იახტიდან გადახტა და ნაპირისკენ გაცურა. პლაჟზე მას დამშვენებლები შეხვდნენ. სპორტული დასვენების მოყვარულთათვის ახალ საკურორტო ქალაქში ბევრი გასართობია. გაიხსნა ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთის, კალათბურთისა და ქვიშის ფრენბურთის მოედნები. დღესდილიდან ცნობილმა სპორტსმენებმა ახლად გახსნილ სტადიონებზე საჩვენებელი მატჩები გამართეს. მეგობრული შეხვედრები ჩატარდა ფეხბურთში, კალათბურთში, ჩოგბურთსა და ფრენბურთში. და სამეგრელოს რაიონს გულოცო ეს არაჩვეულებრივი ადგილი. მართლაც ჩემდა გასაკვირად ხა ტელევიზორში ქონა რამოდენიმეჯერ ნანახი და მართლაც შეიძლება აქ არაჩვეულებრივი კურორტის გაკეთება. აი ჩემი თვალით დავწვევ. ჩემთვის ეს ახლა ასეთ ემოციურით არის, რომ აქ რაღაც 10 კილომეტრში ცხოვრობ და არა მაგის საშუალება რომ გადავიდე და ჩემი სახლი ვნახო, ჩემი მეზობლები ვნახო. სამწუხაროდ ეს სიტუაციაა დღესდღეობით. ჩვენ პატარა ტურნირსაც ჩავატარებთ ჩვენ მაყურებლებისთვის და გულშემატკივრებისთვის და ესე ვთქვათ ტურისტებისთვის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა აქ რომ ამხელა ესეთი შესანიშნავი კომპლექსი იხსნება თან აფხაზეთის საზღვართან ვართ ძალიან ახლოს. შავი ზღვის ახალი საკურორტო ქალაქის პრეზენტაციას დღეს გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავენ. ადგილობრივებისა და ტურისტებისათვის განმუხულში ახლად გახსნილი ამფითეატრის სცენიდან ქართული ესტრადის სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები იმღერებენ. ამფითეატრზე, რომელიც ესპანელმა არქიტექტორმა ალბერტო დომინგო კაბომ დააპროექტა, ბოლო სამუშაოები დღეს შესრულდა. მონატრება მაგრამ დღეს თითქოს რაღაცას რო აისრულებდა. აი მართლა გეუბნებით, აი ბოლომდე მაგ შეგრძნება და ვიცი რომ იმ სიმღერასაც თავიდან ბოლომდე შევასრულებ და გრძნობა მექნება რომ მდგევარ აფხაზეთში და მღერევარ და იმედია რომ ეს სურვილი ძალიან მალე იქნება რეალური. პირველ რიგში მინდა მიულოცო ყველას დღევანდელი დღე განახლებული ანაკლია, იმიტომ რომ მართლა რაღაც საოცრად ლამაზია და ყველაფერი კარგია აქ. კონცერტსაც შეეხება სოფოსთან ერთად უმღერებ სიმღერას ოჩამჩირეზე და რა ვიცი, ორუესტის საპასუხისმგებლო და მეტად სასიხარულო და კარგი მომენტია ის რომ მღერივართ ამ სიმღერას აქ. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მომწონს. მე პირველად არ ვარ ანაკლიაში, ერთი კვირის უკან ვიყავი სადღაც და ძალიან მომეწონა. და ვიცი რომ უნდა გაკეთდეს ძალიან კარგად და ეს ძალიან მახარებს რა თქმა უნდა და რასაც დღეს შევასრულებ ეს ალბათ სიმბოლურიც არის, იმიტომ რომ სადღაც აქვე ახლომახლოს არის ოჩამჩირე და ოჩამჩირეს უმღერებს დღეს. კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ოფიციალურად დღეს გაიხსნა ევროპის ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდია. აქ მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 550 მეტრის სიგრძის კონსტრუქციის დიზაინისათვის ძირითადად ხის მასალაა გამოყენებული. ხიდი ერთმანეთთან საკურორტო ქალაქ ანაკლიასა და განმუხულს აკავშირებს. საზეიმო ღონისძიებები დღეს გვიან ღამით გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება. საზეიმო კონცერტი ამ წუთებშიც მიმდინარეობს, დღეს კი მთლიანად დასკვნილ ღონისძიებებს დაასრულებს საზეიმო გრანდიოზული ფეიერვერკი. ეს იყო ნატა მახვილაძე ანაკლიიდან საკურორტო ქალაქ ჩვენ